თუ ინტერიერის მოდელირებაზე მუშაობ, გაჩვენებ, როგორ გადააქციო ხაზოვანი სტრუქტურა 3D პროფილად sweep მოდიფიკატორის დახმარებით. სანამ გადავიდოდით ხელსაწყოზე, მოდით აი ამ ადგილას დავამატოთ ფანჯარა, გამოვიყენებ box. ეს დავაფიქსიროთ, ზომები შეგიძლიათ მივუწოდოთ იგივე. ასევე ოდნავ შევასწოროთ ეს box-ი და შევიტანოთ შიგნით, რომ შემდგომ უკვე ამოვჭრათ. მოვნიშნავ კედელს, შევიდეთ პრობულიანის მიმართულებაზე და start picking-ით მივუთითოთ box-ი და მივიღებთ აი ესეთ ამოჭრილ ადგილს. ეხლა საჭიროა შევქმნათ ფანჯრის პროფილი, ამისთვის გვერდით და ხედიდან შევიდეთ spline-ების მიმართულებაზე და გავააქტიუროთ მართკუთხა ფორმა. ესეც უნდა იყოს იგივე ზომა. ასევე დავსვათ ზუსტად ამოჭრილ ადგილას, ესე შევასწორებ. ასევე შევიტანოთ შიგნით და ეხლა აი ამ ხაზოვან სტრუქტურაზე გავააქტიუროთ sweep-ის მოდიფიკატორი. ესე დავამატოთ. როგორც უყურებთ, ამ მოდიფიკატორს გააჩნია თავისი კონკრეტული ფორმა, რომელიც ეს კუთხოვნად არის ნაჩვენები. ეს ფორმები არის მოთავსებული აი ამ ჩამონათვალში, შეგიძლიათ შეუცვალოთ, მაგალითად გავააქტიუროთ T-ASOS ფორმა. რაც შეეხება პარამეტრებს, ერთი პარამეტრი ემსახურება ობიექტის გაზდას, სხვადასხვა სახით ზრდის და გვაქვს კიდევ მეორე პარამეტრი, რომელიც ობიექტს გადაადგილებს სხვადასხვა მხარეს. აქ შეგვიძლია სარკისებრი შევაბრუნოთ ობიექტი, ან მაგალითად ჩავუწეროთ 90 გრადუსი და აი ეს კუთხე მოთავსდება აი ამ ადგილას. და გვაქვს კიდევ ერთი საჭირო პარამეტრი, რასაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე, ეს არის ხაზოვანი სტრუქტურის მიხედვით გადაადგილება, ხო? აი ამ წერტილებით მაგალითად უთითებთ რა ადგილას მოთავსდეს. უფრო მარტივად რომ გავიგოთ რა პრინციპით მუშაობს აი ეს სისტემა, გავააქტიუროთ pivot-ი და როგორც უყურებთ, აი ამ ზედა ნაწილზე ხედავთ აი ამ ASOS ფორმას, აქაც არის მოყვანილი აი ეს წერტილები, რისი მეშვეობითაც გადავადგილებთ. აი ეს ფუნქცია მეორდება აი ამ მაგალითზე. აქედან რომ არ ვცვალოთ, შეგვიძლია პირდაპირ აი ამ ხელსაწყოს დახმარებით გადავადგილოთ ნებისმიერ ადგილას. თუ მაგალითად შუაში დავაფიქსირებთ, ნახევარი გვექნება კედელში, შიდა მხარეს და მეორე იქნება გარეთა მხარეს. ამიტომ დავაფიქსიროთ დასაწყისიდან. აი როგორც აქ არის ნაჩვენები, იგივე სახით გამეორდება ჩვენს ხაზოვან სტრუქტურაზე. ესეც არის გამარტივებული ხელსაწყო. რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, ეს არის სადაც ჩვენ თვითონ ვქნით კონკრეტულ ფორმას და შემდეგ უთითებთ აი ამ sweep-ის მიმართულებაში. აქ ჩვენ შევქმნით ხაზოვანი სტრუქტურისგან, გადავიდეთ გვერდით და ხედში. ეს არის ჩვენი ფანჯრის ადგილი. გავააქტიურებ აქაც მართკუთხა ფორმას, აი ეს დავაფიქსირებ. ასევე გადავიდეთ spline-ების მიმართულებაზე. მოვნიშნავ ზედა ხაზს და divide-ის მეშვეობით გავუწეროთ ჯერ 4 ერთეული და შემდეგ გავააქტიუროთ. მოვნიშნავ ახლა აი ამ წერტილებს, ჩამოვიტანოთ ქვემოთ, მივცეთ ფორმა. ასევე აი ამ წერტილებსაც გავყოფ ორ ნაწილად. ასევე დავამრგვალებ. მივიღეთ ჩვენი პროფილის ნიმუში და ახლა შეგვიძლია აი ეს სტრუქტურა გამოვიყენოთ ჩვენს sweep-ის მიმართულებაზე. ამისთვის მოვნიშნავ ისევ ჩვენს ახალ მოდიფიკატორს, გავააქტიუროთ custom-ი და მივუთითოთ იქით აი ეს ახალი შექმნილი ფორმა და იგივეს გაიმეორებს თავარ ობიექტზე. რაც შეეხება მის მართვას, შეგვიძლია აქედან ადგილმდებარეობა შევცვალოთ, ან კიდევ მთლიანად ობიექტი შევცვალოთ უშუალოდ წერტილების გადაადგილებით. აი ეს შეგვიძლია უფრო გავზარდოთ ზომაში, ნებისმიერ წერტილზე ზემოქმედება აისახება ჩვენს მთავარ ობიექტზე. აი ესეთი კარგი ხელსაწყო არის ეს sweep-ი, რასაც უშუალოდ აი ესეთი კონკრეტული მოდელების შექმნაში გვეხმარება. შეგიძლია ასევე გამოიყენოთ კარებების აწყობაში და ახლა მოდით გადავიდეთ კიდევ ერთ ობიექტზე.
ეს შეგვიძლია აი აქ მოვათავსოთ, რენდერში არ აისახება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება. ეხლა გავაკეთოთ პლინტუსის ადგილი. მოვნიშნავ კედლებს, იზოლირებას მოვახდენ. ჯერ შევქნათ ხაზოვანი სტრუქტურა, რა ადგილას უნდა მოთავსდეს და შემდეგ უკვე მივცემთ ფორმას. აქვე გამოვიყენებ ლაინის ხაზოვან სტრუქტურას, ეს დავაფიქსიროთ, აი ამ ადგილზე უნდა მოვათავსოთ ჩვენი პლინტუსი და ეხლა გამოვიყვანოთ ფორმა. მაგაც გამოვიყენებ მართკუთხედს, ესეთი სახით, გადავიყვანოთ edit spline-ზე და შევცვალოთ მისი ფორმა. ბევრ დეტალებში ეხლა აღარ შევალ. მთავარია ვიცოდეთ რა პრინციპით მუშაობს ეს ჩვენი ხელსაწყო. მასაც ოდნავ ეხლა დავამრგვალებ. ორი დავტოვოთ ესეთ მდგომარეობაზე. მოვნიშნოთ ჩვენი პირველი ხაზოვანი სტრუქტურა, მასზე გავააქტიურებ sweep modificators და custom-ის მიმართულებაში პიკით მივუთითოთ ეს ჩვენი ნიმუში. როგორც უყურებთ, მოთავსდა. უბრალოდ ამ შემთხვევაში გვაქვს ქვედა მხარეს 50-ს მაგრამ ჩავწეროთ 0. ასევე თუ დავაკვირდებით ნახევარი არის ქვემოთ. ამიტომ გავააქტიურებთ pivot-ი და მივუთითოთ აი ამ წერტილიდან უნდა დაიწყოს. ავიდა ზემოთ და როგორც უყურებთ, აი ამ სახით უკვე გაგრძელდება მთლიან ხაზოვან სტრუქტურაზე. მივიღებთ აი ესეთ შედეგს. ასევე შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი ხაზი მართოთ, დაუბრუნდეთ sweep-ის ქვემოთ ხაზოვან სტრუქტურას, აქ ჩვენ შევასწორებთ მაგალითად, მივიტანოთ უფრო ახლოს და შემდეგ ისევ, როდესაც გადავალთ sweep-ზე, იქნება დაფიქსირებული იმ ადგილას. ასე მივიღეთ მაგალითად პლინტუსის ადგილიც. საკმაოდ კარგი ხელსაწყოა ეს. ინტერიერში მუშაობის დროს ყოველთვის გამოგადგებათ, ამიტომ აუცილებელია ისწავლოთ. ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.